რაბათის წმინდა სავარდის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში დღეს მრევლი დილიდან შეიკრიბა. ადგილობრივმა კათოლიკე მორწმუნეებმა ეკლესიის დღესასწაული წირვით აღნიშნეს. როგორც ისინი ამბობენ, დღევანდელი დღე მათთვის ორმაგად მნიშვნელოვანი და სასიხარულოა. დღევანდელ დღეს სრულიად კათოლიკური ეკლესია აღნიშნა ახალციხის სამრევლოს დღესასწაულს, რომელიც არის განახლებული რაბათის ეკლესიის დღესასწაული. დღეს აღნიშნათ ღვთისმშობლის სავარდის დღეს, რომელიც არის სრულიად მრევლის დიდი სიხარული და ბედნიერება. კათოლიკური ეკლესიის მორწმუნეს განსაკუთრებით მათ, რომ მათი ეკლესიის დღესასწაულია. ირწმუნონ ყველა მორწმუნეებმა და პატივისცეს ყველას. დღევანდელი წირვის მადლი ძალი შეეწიო ყველა მორწმუნეს. საზეიმო წირვა-ლოცვა სასულიერო პირებთან ერთად საქართველოს კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზუტომ აღავლინა, რომელმაც მრევლი დალოცვა და მათ დღესასწაულის მნიშვნელობა განუმარტა. გადმოცემის მიხედვით 1571 წელს ლეპანდოსთან მაჰმადიანებსა და ქრისტიანებს შორის საზღვაო ბრძოლა გაიმართა. იმ შემთხვევაში თუ მუსლიმები გაიმარჯვებდნენ, მთელ საქრისტიანოს გამაჰმადიანება ემუქრებოდა. იმდროინდელმა პაპმა მთელ ქრისტიანულ სამყაროს სავარძზე იგივე კრიალოსანზე ლოცვას თხოვა. გადამწყვეტი ბრძოლა 7 ოქტომბერს მოხდა, სადაც ქრისტიანების მცირე რიცხოვანმა ჯარმა სასწაულებრივი გამარჯვება მოიპოვა. ამ დღის შემდეგ კათოლიკური სამყარო სავარდის დღესასწაულს ყოველწლიურად აღნიშნავს. დღეს არის მნიშვნელოვანი დღე ახალციხის კათოლიკური ეკლესიისათვის, ვინაიდან არის ერთი წელი, რომ ეს ეკლესია არის იქო კურთხეული და აგრეთვე არის მათი დღესასწაული, პირადული დღესასწაული, როგორც საკრებულო. ვინაიდან დღეს არის წმინდა მარიამის სავარდისა და ეს სახელი არის ამ საკრებულოს სახელი. ეგრეთ წოდებულ კოკოლად გორაზე არსებული ეკლესია 1930-იან წლებამდე წმინდა ჯვრის სახელობის ტაძრად იწოდებოდა. მისი პირვანდელი ნაგებობა მე-13 საუკუნით თარიღდება. თავდაპირველად მართლმადიდებლური ეკლესია წლების შემდეგ ქართველ კათოლიკეთა ტაძრად გადაკეთდა. წლების განმავლობაში მისი აღდგენა რამდენჯერმე მოხდა. საბოლოო სახე ეკლესიამ 2012 წლის 6 ოქტომბერს მიიღო, როდესაც იგი წმინდა სავარდის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრად იკურთხა. დღეს ჩვენი ეკლესიის ახალციხეში რაბათის ეკლესიის დღესასწაულია, იმიტომ რომ ეს ეკლესიაც სავარდის ღვთისმშობლის სახელს ატარებს. დღეს იმდენად დიდი დღესასწაულია საქართველოს მასშტაბითაც, რომ საქართველოს ყველა კათოლიკე სამრევლოდან ჩამოვიდა მრევლი, როგორც მოლოცველები და მოვილოცავთ ამ ადგილს, წმინდა ადგილს, რადგანაც ეს ეკლესია არის სასწაულთმოქმედი, ყველასათვის ცნობილია. იმიტომ რომ ეს ეკლესია არის არა მარტო უბრალო ეკლესია, არის როგორც სანქტუარიუმი. დღესვე წმინდა სავარდის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში ქართველი მორჩილის მონაზვნად კურთხევის ცერემონია ჩატარდა, რომელმაც აბატთან მონაზვნური ცხოვრების პირველი ფიცი დადო. დღევანდელი რიტუალი და დღესასწაული სახალხო დამცველის აპარატთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა გადაიღო, რომლის შესახებაც მალე დოკუმენტური ფილმი მომზადდება და ამავე ცენტრის ვებგვერდზე განთავსდება.